Aktuალური medicinis განვითარების პატრონ მიხეილ საჭურაძე საქართველოს არის მიღებული განათლება ძალიან კარგი აღმონაცილი ადამიანები არის ალგეური ადამიანები დაწყებული ბატონი ლევანისგან და არაერთი ძალიან დამორჩეული ძალიან დამსახურებული პროფესიონალი იმყოფება დღეს აქ inexperienced then AI can help ადამიანებს რომელთა შესახებაც მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში მინდა გამოვყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რაც არის ვფიქრობ ეს არის ფორმატი თვითონ თანამშრომლობის ერთის მხრივ ეს არის ძალიან მაღალი დონის კონფერენცია ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობით მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული ექსპერტები და სპეციალისტები ჩვენი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოებიდან რომელიც გვეწვიან და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი შესაძლებლობაა ქართველი ექიმებისთვისაც ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მათთვისაც სხვა შორის ჩვენი სტუმრებისთვისაც რომ ერთმანეთს შორის ამ პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის ცოდნის გაზიარებით ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ ჩადგნენ საქმის კურსში და მეორეს მხრივ იმავდროულად ცოდნის გაღრმავებასთან ერთად ეს პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვის კარგ პერსპექტივებს იძლევა. და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ვთქვა რომ ამ ყველაფერში აკადემიური ჩართულობა, აკადემიურ დონეზე ყველაფერი ამის წარმართვა იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამიტომაც განსაკუთრებულად ვაფასებთ ასეთ ფორმატებს და ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი წინაპირობაა წარმატებულად ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარების წარმართვისთვის. ჩვენ საერთაშორისო ექსპერტებთან ჰქონდა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან ბატონ ლევან რატიანთან ერთად იმავდროულად და მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო შესაძლებლობები იკვეთება სამომავლო თანამშრომლობისა დაწყებული სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებული საკითხებით და დამთავრებული თუნდაც რეანიმაციულ ასე ვთქვათ რეანიმაციული მკურნალობის პროცესში ცალკეული სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ცოდნის გაზიარება. ეს არის რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი პლატფორმები და ასეთი ტიპის კოოპერაცია, ასეთი ტიპის თანამშრომლობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სწორედ რომ მედიცინაში, ვინაიდან მედიცინა არის ის დარგი, სადაც პრაქტიკულად ყოველდღიურად არის აუცილებლობა ცოდნის განახლებისა და ყველა სიახლე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შეიძლება იბადებოდეს, ყველა ეს რა თქმა უნდა აუცილებელია რომ რაც შეიძლება სწრაფად ვრცელდებოდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დღევანდელი დღე ემთხვევა გადაუდებელ მედიცინა და ინტენსიურ თერაპიას ჩვენ ქვეყანაში პირველად ხდება. პირველად ჩამოვიდა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი კრიტიკულ მედიცინაში ბარონ ვინსენტი და მიმაჩნია რომ ეს არის საწინდარი გამარჯვება ქვეყნს რომ ასეთი რანგის, ასეთი დონის კონფერენცია ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. და ამისთვის მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც დღეს არის მონაწილე. მოგეხსენებათ, რომ გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინა უმნიშვნელოვანესი დარგია მედიცინის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანას ჰქონდეს წარმატებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი და აღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია მიზნად, რომ სწორედ ეს იქნება არათუ საწინდარი, არამედ ქართველი მედიცინის განვითარების ეტაპი. სწორედ და აღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ ბარონ ვინსენტის მიერ დაიდება ურთიერთ მემორანდუმი, სადაც მოხდება ახალგაზრდა ექიმების გაცვლა და მათი ასევე ჩამოსვლა სადოქტორო პროგრამების გაკეთება და ახალი პროგრამების დანერგვა ჩვენ ქვეყანაში. ამ კონფერენციამ საფუძვლად დაუდო, რომ IT ტექნოლოგიები დაიწყება ჩვენ ქვეყანაში, ეს იქნება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც იქნება ბაზა და პირდაპირ წვდომა ექნება თქვათ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ანუ ჩართულობას აღნიშნულთან დამოკიდებულებით. I think this conference is very important and I am looking forward to participating. I have been invited to Georgia several times, but it didn't work for one reason or another. And I'm very happy that it could work this time because I really wanted to visit your country. Your country has a nice history. Your people, the population is so interesting that I really wanted to have this exchange. I had an interesting conversation with your minister
And I understand that we all share the same problems all over the world. And we spoke about nurses in particular, the difficulties to keep them in the hospital. And it's not only a matter of income, it's also a matter of recognition, recognizing their value, because without nurses we cannot have hospitals working properly. So, of course, we will have many discussions with the doctors, and we will see how the recent advances have helped us to take a better care of our patients all over the world. And it's so important to meet and have this exchange of opinions, of views, and to bring the latest news, the latest elements to those who take care of very sick patients. So I'm sure this conference will be very, very helpful to all of us, and I'm looking forward to it.